სალამი, მე ვარ კახა მშვიდობაძე, დამდგმელი ოპერატორი და ფოტოგრაფი. დავიწყე ვიდეოების ახალი სერია რადევს ვიდეო ოპერატორის ან ფოტოგრაფის ჩანთაში. ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ახლა ვართ Red Panda Rental-ის სტუდიაში, სადაც გვეწვია ძალიან კარგი ოპერატორი, ძალიან კარგ რაღაცებს იღებს. გიორგი მხეიძე, მადლობა გიო, რომ მოხვედი, სალამი. აი, პირველ რიგში როგორ მოგწონს ეს წამოწყება და სტუდია რა? ძალიან კარგი წამოწყება არის, ძალიან მომწონს და ახალია, ქართული სივრცისთვის ახალია. ხო, რაღაცა ჩვენს მიზეზიც ეგაა რა, გადაწყვეტეს რომ ქართულად ცოტა არის რა კონტენტი ამ მიმართულებით და რაღაც პატარა პაუზა რო გამოგვიჩნდა, გადაწყვეტეთ რომ ესეთი გაგუკეთებინა. ძალიან საინტერესოა სხვა ადამიანის, სხვა გამოცდილი ადამიანის ნაკრების ნახვა. ჩანთაში. ძალიან მაინტერესებს, ხო, უნდა ჩაუძრეთ. ხო, აი ხა შენ ჩანთაში ჩავძრებით, მაგრამ სანამ ჩავძრებით და გვანახებ რაღაცებს, შენ ნამუშევრებს ბევრი ხედავს ალაიქებს. ხო, შეიძლება ზოგმა არ იცის. ნუ ზოგმა არ იცის, ზოგმა შეიძლება იცის და არ იცის ამ ნამუშევრის უკან ვინ დგას. და ძირითადად რას იღებ ხოლმე რომ ესე მოკლედ რომ ძირითადად ვიღებ სარეკლამო ვიდეო რგოლებს და პატარა კონტენტ ვიდეოებს. აი სააგენტოებთან თანამშრომლობს. ძირითადად სააგენტოებთან კი. აჰა, ძალიან კაი, შვენიერი. შენ მოხვედი დღეს ოპერატორისთვის ალბათ შესაფერისი ჩანთით რა, ესე თქმა, ჩანთას ვერ დავარქო ეხლა ამას რა, кейსია. დიდი პელიკანის кейსი არის, საკმაოდ დიდი ზომისაა და ალბათ ბევრი რაღაცა დევს შიგნით და. მინიმალური კი აღჭურვილობა რაც შეიძლება ისე პატარა გადაღებაზე დაგჭირდეს, აქტევს. ნუ გასაგებია რომ ამის გარდა კიდევ ხო რაღაც დამატებითი აქსესუარები სხვადასხვა ჩანთებში, რაც აქ არეტევა. ხო, რაც აქ არეტევა არის რა. ოკეი, კაი, მოდი დავიწყოთ მაშინ და პირველ რიგში მითხარი, რამდენად კმაყოფილი ხარ პელიკანით? ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან, ანუ როგორი გამძლეც მეგონა, იმაზე მეტად გამძლე აღმოჩნდა პელიკანთან, რა ვიცი. შეიძლება დაждე Apple Box-ით გამოიყენო. აი რო ავხდი მე გეტყვი, რატომ არ უნდა დავშტე? ოკეი, კაი. მაგრამ ისე კი, რა ვიცი, ანუ არ უნდა დააგდო მაინც ტექნიკა. ეხლა ეს მაგრამ ნუ გამძლე არის, ხახუნს, ნაკაწრებს, რა ვიცი. წყალვერიდები. წვიმაში მქონია, წყალში არ ჩამივიდა, წვიმაში კი. წყალში არაფერი არ უნდა ჩადო, განათების გარდა. ეს შეგიძლია დაასრულო რა. რაც ამაშიდოს, ეხლა მაგიდად რაც გვა გამოყენებული. ოკეი, კაი, მოდი დავიწყოთ მაშინ, აბა, გავხსნათ. ხო, ბევრი რაღაცა ჩანს. კი. მოდი დავიწყოთ ხილულიდან. ზედა ნაწილში რა გაქვს? აქ გავანაწილე ყველა პატარა კაბელი, პატარა ელემენტები, დამტენები უფრო სწორად, დამზღვევი კაბელები და რა ყველა. მოდი დავიწყოთ რაღაცა ამოვიღო და HDMI კაბელები და. კაი, HDMI აქ ნუ ჩვეულებრივი რაც მიდის, ჩემ კამერას რაც მოერგება, გადამყვანი. ხო. დასაგრძელებლად. სხვა მოხრის კუთხით მაქვს რა, მაქვს სწორიც და ესეთიც. სწორიც და მონიტორისთვის და კამერისთვის შესაბამისად. ოკეი. შემდეგ მოდის USB კაბელები, სადაც მაქვს USB როგორც კამერისთვის, ასე Winchester-ებისთვის. SSD-ები გაქვს კიდე, ხო? კი, SSD. რომელი SSD? SSD Samsung-ის 1 ტერაბაიტიანი, T5, მეორე T5 ნახე. Samsung-ი. ხო, 500-იანი და T5-ები გაქვს. კი. და აქ მაქვს SanDisk-ი. აქ უბრალოდ ვაზღვევ მასალას, ხო? ანუ 1 ტერაბაიტი, ორივე თითო-თითოა, ხო? არა, ეს ნახევარია და ეს არის 1 ტერაბაიტი. 500 და 1. კი ბატონო. და ეს დამზღვევი SanDisk. ხო, რაღაც მასალის გადატანა თუ მინდა პატარა. კაი, კიდევ რა გაქვს? აქ მაქვს ხმის აპარატურა, კაბელები, XLR კაბელი, მიკროფონი. იმიტომ რომ ერთი მიკროფონით მე პირადად ვერ დავდივარ გადაღებაზე, დამზღვევი მჭირდება ხოლმე. ხო, კაბელებიც წყვილში გაქვს, ხო? კი.
ერთადერთი ეს ჯეკი მაქვს, ერთი ცალი და ორი XL-ი რა. ესე იგი, ხო, Sennheiser-ის XL-ერია. კი. აშკარად, ორი ცალი. მე სხვათა შორის მიფუჭდება საკმაოდ ხშირად რა და ცვლი. წელიწადში ორჯერ მიწევს მინიმუმ შეცვლა. ყველაზე ხანგრძლივად და G4 მემსახურა უბრალოდ შემდეგ ეს Opel-ზე და MZ-ზე და 1000 რაღაცაზე ცოტა გაუხეშდა და მე გატყდა. ხო, კაბელი თვითონ. ეგ არის კი. იქით რა გიდევს? აქეთ მიდევს ელემენტები, Sony-ის ელემენტი, რომელიც მონიტორზეც მიდის. NPF-ები გაქვს, ხო? ხო, პატარებს რატო ხმარობ და არა დიდებს მაგალითად? იმიტომ რომ პატარა გაქვს. იმიტომ რომ პატარა. იმიტომ რომ პატარებს ხმარობ, იმიტომ რომ პატარა მაქვს. ქონდა. და აღარც შემიცვლია. თან უფრო მოსახერხებელია ჩასადებად. და ბევრად კომფორტულია. ეგონი უფრო მსუბუქია. მე ხო, მსუბუქიც არის კი. ხო, იმიტომ რომ რაღაცას რო აწყობ, რაც წოწონის ამბავია. მე მიგულისხმე უკვე. ძირითადად ისე მაქვს აწყობილი, რომ თელ კვებას ვიღებ ვიმაუნტ ელემენტებიდან, ვისამაგრიანი ელემენტებიდან. მაგას ვნახავთ რომელი აქვს. ოკეი. აქეთაც რაღაც კაბელებს ხედავს და სხვადასხვა გადამყვანებს, ხო? აქ მაქვს კვება ახუნძლული კამერისთვის. კამერის კვება გაქვს აქ? კი, აქ მაქვს კამერის კვება და გადამცემის კვება. გადამცემი მაინც ჩახსნილი მაქვს, იმიტომ რომ როდესაც რონინზე, გიმბალზე ვამაგრებ, ხან მჭირდება გადამცემი, ხან არა. კაი. და დაგვრჩა ბოლო ჩანთა. აქეთ ტეიპებს ხედავ, ფერად დასანიშნად და რას ნიშნავ ხოლმე ამით? მსახიობის წერტილს სად უნდა გაჩერდეს, სად უნდა მიმართულება, შემიძლია, რა ვიცი, SSD-ზე ვაწერთ ხოლმე, რა მასალა არის ზედმერე სამონტაჟოში თუ მიგვაქვს და ასე შემდეგ. ოკეი. ამაში რა გაქვს? გვაქვს ლეპტოპი. ამ ლეპტოპში ამონტაჟებ კიდევაც თუ არა? კი. მაშინ მოდი შევხედოთ. კი, შეიძლება გახსნი. მე გავხსნი. კი. არა უშო, ხო. მოდი შენ. ამ ლეპტოპში ვამონტაჟებ ხოლმე, ძირითადად მაინც უფრო მასალა გადამაქვს და პატარა შავ მონტაჟს ვაკეთებ. შავ მონტაჟს აკეთებ. და რომელია? ეს არის MacBook-ი M2 Pro 16 ინჩიანი. 16 ინჩიანი. და ცოტა შეხული. არა უშო, ყოფნის ყველაფერზე კი, რასაც იღებ. რასაც ვიღებ, იმისთვის სავსებით საკმარისი არის. კაი, ლეპტოპი მეგონი შეგვიძლია უკან დავაბრუნოთ, რომ დიდი ადგილი არ წაიღოს. ხო, ამიტომ არ უნდა დავუძდეთ кейსებზე. ამიტომ არ უნდა დავუძდეთ кейსებზე, კი ბატონო. პატარა მარკა დატოვა. ეგ არის ერთ-ერთი. ხედავ შენ, გაუნა? კი. იმიტომ რომ ზედა ნაწილში არის ალბათ და ხო, ეგრე მოუცი. კაი, მოდი აბა გავაგრძელოთ. მოდი დავიწყოთ აბა აქეთ ნაწილიდან. რა გაქვს? მოდი მე ამოვიღებ და შენ მე მითხარი რა არის. ამოვიღებ და ეს არის Sennheiser-ი G3. დიდი ხანია მაქვს და 5 წელია და უპრობლემოდ მუშაობს. არ მიმტყუნა არსად მიკროფონს თუ არ ჩავთვლით. ხო, მიკროფონის ის. ხო, Sennheiser-ის დამაგრებული მაქვს. თავის სამაგრი რაცა იმისთვის. ეს გაქვს კამერაზე და სამაგრებელი მიმღები და ეს გადამწყვეტ. და ეს მიკროფონის. გადასვლა არ გიფიქრია? კი, მიფიქრია გადასვლა. კი, მიფიქრია, მაგრამ ჯერ რადგან მაქვს ამით კმაყოფილდები, კი. აქ გაქვს ყურსასმენი, აქედან მე დაგეხმარებ, იმიტომ რომ დიდი ჩანთა გაქვს და ეს ყურსასმენი მონიტორი, ასე ვთქვათ, რომელიც მირჩია ჩემო მეგობარმა და ძალიან კარგი. მეხმემ ალბათ. მეხმემ, რა თქმა უნდა, მეხმე მეგობარმა მირჩია და ძალიან კარგი გამოდა. თვითონაც ხმარობდა ამას და რომელი ფირმისაა? Sony-ის ფირმის არის. მოდელი. ძალიან კარგია. ესეც 3 წელია მაქვს, ჯერჯერობით უპრობლემოდ მუშაობს. MDR 7506 არის მოდელი. ჩვენი? ძალიან კარგი. კაი, ჩემი ხმამეს მისახელო. ოკეი. კაი.
აქეთ გაქვს კიდე რაღაცა ესეთი ყუთი. აქ მაქვს, ხო, ეს პატარა მონიტორის ყუთი არის. ხო, პორტკის ყუთი არის. ხო, ამას ხმარობ. სხვა დანიშნულებით? სხვა დანიშნულებით. პატარა ინსტრუმენტები მაქვს. დამატებითი კაბელები. ხო. ეს 6 კუთხა მომშვები, მომჭერები რაც არის. მომჭერები, პატარა ხრახნებიც. ოკეი. ეს სედზე რაღაცა თუ მოგეშვა, 6 ხდება ხოლმე და არ არის იშვიათი მოვლინა. კი, პატარა და ისევ ხედავ კაბელები, რაღაცა გადამყვანები. დამატებით უბრალოდ, ხო. USB ფლეშკა. ხო, აქ ლატები და რაღაცები ჩაწერილი მონიტორისთვის. გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. მოდი, უკვე შენ გააგრძელე. ოკეი. ეს რა არის? ეს არის mini V-mount-ი. mini V-mount-ი. ეს ხო. შვენიერი. mini V-mount-ი 99. რა ბრენდია? მომანის ბრენდი. მომანი. ვა, არ ვიცი. მომან. ანახე. ამ ელემენტს შენ იცი კახა? მომანი არა. ამ ელემენტს ხმარობ, როდესაც გიმბალით ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან არ დავამძიმოთ. ზომაში ძალიან კარგია, ძალიან პრაქტიკულია. 50-იანია თუ 90? 99-ია. 99-ია. 99, 20. ანუ ეს ისეთია, რომ თვითმფრინავში შეგიძლია თავისუფლად წაიღო. Type-C აქვს? Type-C არ აქვს. ამას აქვს D-Type-ი. კი, 2 D-Type-ი და USB. და USB 2. კაი, გავაგრძელოთ, აბა რა გაქვს კიდე? აქეთ მაქვს ენერგობანკი. Powerbank. კი, რომელსაც ვიყენებ ტელეფონისთვის, უბრალოდ ზედმეტად რო არ ვატარო ჩანთა, GB-ში დავიმძიმო. ანკერის ფირმის, კი. ეს დიდია 10000. ეგ უნდა მეკითხა რომ ალბათ 10000-იანია რა. ძალიან მადგება Nanlite-ის ტუბებზეც, პატარა ტუბი. ეს 6 ინჩიანი, 6C. კი, აი მადგება. აქ არის რა. რაც არ გვიჭირს Nanlite-ია. რაც არ გვიჭირს Nanlite-ია, კი, ნამდვილად. ოკეი, ანკერის powerbank. ანკერის powerbank. შემდეგ მოდის მონიტორი, რომელიც ცოტა გასაწმენდია. ნუ ეხლა პორტკის მონიტორი, Wi-Fi-ის კავშირი. ეს არის LPH5W RADR რაღაც 2. P2, კი. P2. ეგ არის. მხოლოდ HDMI ჩასპორტით. HDMI პორტი. ხო, ეს რომ ამათ 2 სხვადასხვა ვერსია აქვთ. კი, SDI-თი და HDMI. კი. კაი, მონიტორზე რა სიტყვია, ბა? როგორია? საკმაოდ ნათელია. ხო, brightness-ი ნიტებში, ანუ რაც უწერია. კი. დაახლოებით ეგ არის. კი. 2200-ია, ხო მე მგონი? კი, 2200 და 2400 არის. ნიტებში. საკმაოდ კარგია, ანუ პრობლემა არ მაქვს მონიტორთან. ანუ არ ხმარობ დამატებით დამჭრდილავს, მაგალითად დიზაინში. არ მიხმარი. ამ მონიტორზე არ მიხმარია დამატებით დამჭრდილობა. გამოსახულება? გამოსახულება კარგია, ვერ ვიტყვი რომ იდეალურად სვამს ფერს, მაგრამ მე რადგანაც რავში ვიღებ, დიდად არ არის ჩემთვის პრობლემა ეს, კი. მაგრამ ნორმალური არის თავისი ფასის კვალობაზე, საკმაოდ ნორმალური არის. და გამოსახულებაში რა არ მოგწონს? ანუ ათფობს, აციებს, ანუ ფერს სადმე აცილებს თუ? ხო, უფრო მეტად თბილი არის, ვიდრე რეალურად არის ხოლმე. ხო, მეც შევამჩნიე რომ ცოტა უფრო ათფობს რა. სულოდნავარი, მეც ეგრე. კი, სულოდნავარი. ალბათ თავის კლასში და ფასში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა რა. მესმის რომ Small HD უკეთესია. კი. მაგრამ Small HD ამაზე იგივე ზომა ღირს 3ჯერ ძვირი ზუსტად. მინიმუმ, კი. ხო, იმიტომ აი Science სერია 1500 ღირს და ეს 500. თავიდან ეს რო ვიყიდე ავარჩიე, იმიტომ რომ მქონდა Wi-Fi კავშირი. და მე აღმოჩნდა რომ დიდად ვერ იყენე, ხო, ანუ აი 1-2ჯერ თუ გამოვიყენე და შემეძლო რაღაც თანხა დამეზოგა სიტყვა. და ჩვეულებრივად HDMI კაბელით უერთებ რა. HDMI თუ და ესეც მუშაობს შესაბამისად. კი, აქაც ელემენტს ვაყენებ. ხო, ესეც. აი, ამიტომ მომწონს პატარა ელემენტები, რომ არ ამძიმებს რა. და უფრო კარგი სახმარია მგონი. კარგი სახმარი. პატარა. ოკეი, ეს. გავაგრძელოთ, აბა. შემდეგ იქით რა გიდევს? აქედან ვერ ხედავ. ხო. ამოვიღებ რეკორდერს. ეს აუდიო რეკორდერი. კი. Tascam-ის. კი ბატონო. ძველია, მაგრამ აუდიო რეკორდერი. მუშა, როდესაც მჭირდება 2 ადამიანის ჩაწერა, ხო. XLR-ით ვაერთებ
და თავის საქმეს აკეთებს კარგად. ხო, გაქვს სამი XLR-ის შემსვლელი აქვს აქეთ და მეოთხე მეორე მხარეს. მოდელი აწერია სადმე? Tascam DR70D. კი ბატონო, აი. ესენის მიკროფონებია, ხო? კი, ეგენის. ჩაშენებული. კი. იყენებ ამათაც? არა. მარტო XLR. კი. შემდეგ გვაქვს მოსაჩრდილავი ყუთი. Matebox. კი ბატონო. აი ესე ქართული შესატყვისები არ გვაქვს რა ტექნიკურში და Medbox. ხო, Medbox-ი. რომელიც არის small rig-ის. ზომაში დიდია. კი. მაგრამ საკმაოდ მსუბუქია. კი. კამერას გააჩნია რა კამერა. არა, ეს თვითონ Matebox-ია საკმაოდ მსუბუქი რა. კარბონის და ალუმინის ნაზავი არის. ეს კარბონია. ხო. ესეც რაღაც დეტალები კარბონის. კარბონის დეტალები აქვს. ვერ ხედავ ფილტრის ჩასადებს. აი, გვერდიდან უნდა გადმოხსნა. აბა. იქიდან იხსნება. და ამაში ჯდება. კი. და რა ფილტრები ჯდება? ზომები. 4/5-ზე, 4/4-ზე, სტანდარტი რაც არის. 4/5-ზე, 4/4-ზე. კი. ჩვეულებრივად სტანდარტი რაც არის იდეაში გინდა. და მაგას ბუდი არა აქვს? თუ პირდაპირ შესაძლებელია. რელსი აქვს შიგნით. ოკეი. აი, ანუ აქ შეგიძლია ჩადო ND და მსგავსი, მაგრამ პოლაზე პოლა თუ გინდა მაშინ აქ შემთხვევაში ერთი ხრიკი ვნახე, ასე ვთქვათ. ხო, აბა რა ხრიკი? გადაღებაზე ვიყავი დიჯგუფთან ერთად და ესეთი ის ქონდა Medbox-ი. პოლა ჩადეს. ხო. და თვითონ ეს დაატრიალეს. თვითონ დაატრიალეს. თვითონ Medbox-ი დაატრიალეს, იმიტომ რომ დაახლოებით ესეთ შესაძლებელი იყო, სატრიალებელი არ ქონდა რა. ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ გამოსავალი არის, ხო. ეს შეგიძლია თვითონ დაატრიალო. კი, თავიდან კიდე გაყიდოს ფიქრობდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო, მაგრამ ამის კონკურენტი, ასე ვთქვათ და შემდეგი ალტერნატივა მქონდა Tiltas Medbox-ი. თან Tilta თავის ფილტრებსაც აწარმოებს, აკეთებს. Mirage-ის, ხო. Mirage-ის ფილტრები არის, ვიღაცასთან ერთად აკეთებს. Waxis-თან ერთად. ხო. და მაგიტო ფიქრობდი, მაგრამ ნუ მე ხო, იმიტომ რომ მე მაქვს Tilta Mirage და VND-ს გამოვიყიდე ჩემ კამერაზე R5-ზე და ნუ მრგვალი პატარა ფილტრები აქვს რა. კი. მათ შორის პოლაც არის და კაი, მან თავის მეტად Black Promise-ი რო აქვს ეგ მომწონს. კი, Black Promise მე მაქვს 1/4-იანი და 1/8-იანი. ორივე მაქვს, ხო, 1/4 საჭიროა რა და ეს პოლა. საკმაოდ ბარემ ამაზე კითხავ, რამხელა დიამეტრი აქვს ამას? ამას აქვს 100. 100, ხო, აი იმას აქვს 95. ხო, იმას პატარა აქვს. ამას აქვს 100, თუ სწორად მახსოვს. ძალიან კაი. გავაგრძელოთ, აბა? გავაგრძელოთ. შემდეგ აქვს ვიმაუნტები, კი ბატონო. კი ბატონო. Watson-ები. ერთი Watson-ი და ეს რაღაც ჩინური ბრენდის ვიმაუნტი 190-იანი. ანახე. ამას მართლა ჩინურად აწერია რიკი. სადიპო. Amazon-ი. ხო, Watson-ს საკმაოდ კარგი ელემენტები აქვს ზოგადად რა, ესე კაი ფირმაა რა. კი. კაი. ობიექტივებზე გადავდივართ? გადავიდეთ ობიექტივებზე. აბა რა ობიექტივები გაქვს? პირველს ამოვიღებ, მოდი აქედან დავიწყოთ. ეს არის ჩვეულებრივი. მე ჩემი კამერა არის Canon-ის EF mount-ზე. პირველი არის 100 მმ-იანი მაკრო. კი ბატონო. არ არის გამორჩეული ლინზა, მაგრამ საქმეს აკეთებს. და რა მაყოფილი ვარ. რამოდენიმეჯერ სპეციფიური არის, რამოდენიმეჯერ ვიხმარე, დიდი ხანი არ არის რაც მაქვს, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. კი. ეს საუკეთესო მაკრო არაა Canon-ის ხარჯი, მაგრამ კი, რა თქმა უნდა. თავის საქმეს შვება. შემდეგი ისე. კაი, მოდი ეს დავდოთ აქეთ. ადგილი დავტოვოთ მე კამერისთვის. შემდეგი ლინზა იყოს აი ეს Tokina 11-16. Tokina 11-16. 2 და 8-იანი. კი ბატონო. 11-16 ეს ერთი პერიოდი მე ჩემი ცოლის დაქალებს რო ვიღებდით, იქ გქონდა. ეს თავის დროზე ძალიან კარგი ლინზა იყო. თავის დროზე ძალიან კარგი ლინზა იყო. არჩევანიც არ იყო რა, მაინდა-მაინც დიდი. ფიშა იყო
და შემდეგ გამოვიდა ეს ფართე კუთხე, ну ბიუჯეტურ ვარიანტში. მართალია კროპის არის ეს 11-16, მაგრამ საკმაოდ კარგი იყო. ჩემი კამერისთვის იდეალურია, კი. მიდის პირდაპირ. სხვათა შორის ამ ბოლო დროს რაღაცა ადრე უფრო ხშირად ხდებოდა ტოკინას ლინზები. კი. და ამ ბოლო დროს თითქმის აღარ ხდება არსად რა, ვიცით, ხო. ეს ალბათ მატებოქსის გადამყვანია. კი, ეს გადამყვანია. small rig-ი აქვე აწერია. ოკეი, მოდი ამას დავდებ ეს. შემდეგი მოდის Sigma Art სერია 18-35 1 და 8. 18-35 1 და 8, yani ეს ალბათ არის საუკეთესო კროპ ლინზა ამ სეგმენტში რა, ესე მგონი. უკტავი ლინზა. კი. წონაც აქვს, შარპიც აქვს და. კი. ამ ლინზას ხმარობ ყველაზე ხშირად და ხმარობ ასევე გიმბალზე. ძალიან იშვიათად თუ ვიხმარ ტოკინას. და დამატებული მაქვს ფოკუსის კბილები. რონის ფოკუს ხმარობ, არანაირი დამატებით ფოკუს არ ხმარობ, არ მაქვს. და ძალიან კარგად მუშაობს. კი, ეს კარგია, თან რომ შიდა ზუმირება აქვს რა. კი, არის და ჯიმბალზე შესაბამისად ალბათ. კი, ძალიან კარგი. არის. ამაზეც გადამყვანია. და ხო, პრაქტიკული არის. ისე მაქვს მაწყობილი, რომ აი რა პრაქტიკულად ორი ლინზა შემიძლია ვიხმარო ხოლმე გადაღებაზე თუ რაიმე სპეციფიური და ეს ალბათ ერთ-ერთი ძირითადი ლინზა არის. კი, არის ძირითადი ლინზა. კი, სხვა მე ძალიან მომწონს ეს ობიექტი. ეს არის ჩვენი ესე იგი, Canon-ი, Tokina და Sigma. რა იქნება შემდეგი, აბა? Tamron-ს უნდა ველოდებოდი, ან რამე ეგეც რა, ან Rokinon-ს არ ვიცი. ესეც Sigma, ეს არის 50-100, 1 და 8 ფიქსირებული დიაფრაგმით. ესეც არის შლება ზუმის დროს. კი, მაგრამ ეს უკვე წონიანია. ეს უკვე 50-100, 1 და 8 ძალიან კარგი მონაცემებია. კი, საკმაოდ ბასრი გამოსახულება აქვს შედარებით 18-15-ისგან ბევრად ბასრი გამოსახულება აქვს, ვიტყოდი. ოკეი. ამას უფრო ხშირად იყენებ თუ იმას? 18-15, ხო? ძალიან კაი, ესე იგი 2 Sigma Art series და Tokina. და კიდევ მაქვს აბა რა გაკ კიდე? პატარა ეს რაღაცა ჯერ დიდად არ მიხმარია, მაგრამ ხო, ეს არის Helios-ი, KM-ზე გამოშვება. პატარა, მაგრამ ნუ სახასიათო რა. მაუნტი რა აქვს? M42 არის, ხო, ხრახნზე და მაქვს გადამყვანი. ბევრჯერ უნდა დაატრიალო. ხო, ნუ M42 გადამყვანი. და მაქვს გადამყვანი M42 EF-ზე. EF-ზე, ხო, შესაბამისად. და ამის დიაფრაგმა არის 2 და 0. ხო? კი. Helios 44-ია, 58 მმ-იანი და Helios 44, 58 მმ-იანი და დიაფრაგმა 2 და 0. აი ეს იმდენად რბილი დიაფრაგმაა. კი, შეუმჩნეველი. ხო, აი ვიდეოსთვის რაღაც ხრი კაია რა. სახასიათო არის ვიტყოდი, ანუ მაგით რო მაგლინზით რო რაღაცას გადაიღებ, ეტყობა რა. ბოკე ხო? კი. კი. კაია შეგნით დასრული როა თავისას. კი, თავისას შვება. შვება რა. აბერაცი. კი, თან საკმაოდ ძველი Helios-ია. კი, ეს არის მე მგონი პირველი გამოშვება Helios-ების, თუ სწორად მახსოვს. რაღაც პერიოდი ძალიან შემოვიდა ეს რეტრო ლინზები რა. კი. მოდაში. კი. ეხლა თითქოს ცოტა გადავიდა. ეხლა რაღაცა ფართეკუთხიანი ლინზები არის შემოსული და ეს ტრენდები სუიცლება. მაგრამ კაია კიდე რომ აი Helios-ის rehousing-ი მიდის ხოლმე. ან ზოგადად ძველი ლინზების რაღაც ახალ корпуსში იდება და არ არის ხოლმე ეგეც იაფი ეგ ლინზებიც რა. კი, ბოდიში დამოვიწყდა მე თქვა რომ ამ ლინზას ეს ძალიან კარგი ლინზაა, ბასრია, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი აქვს ფოკუსური სუნთქვა. ამას თითქმის არ აქვს. Breathing-ი რასაც ქვია, ხო. ძალიან დიდი სუნთქვა აქვს. როდესაც გადადიხარ. კი, აი სხვა მილიმეტრზე გადადიხარ ჩათვალე. კი. როცა ფოკუსას 50 ხდება უცებ 60. კი. როდესაც ამ პირიქით. ამ პირიქით, ხო. ეგა ყველაზე დიდი მინუსი, დანარჩენი ძალიან კარგი ლინზა. აი რა, თანამედროვე ლინზებს კამერებთან, ანუ ცოტა უფრო ახალი თაობის
ვიდეოსთვის ეგ უკვე ელექტრონულად უბალანსდება და მაინდა-მაინც ვერ გრძნობ. ოკეი, აბა გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ აქეთან ნაწილში რაც გაქვს დარჩენილი. რიგი გაქვს ახლა? რიგი კი ბატონო. ნიში. მოუშვებ ამას. რისი რიგია? ძალიანად ეს რიგი გადავწყვეტე რომ გამეკეთებინა ტილტას. იმიტომ რომ ხო რაღაცები ერთმანეთზე კარგად მიდის, ეწყობა. ეს არ ვიცი რისი არის, ესეც რაღაცა მოჩინუროა? არა, სუბთაჩინურია. მოჩინურო არ მაქვს. ეს არის სუბთაჩინური. სუბთაჩინური. დამაგრებული მაქვს Sony-s ელემენტი. ისევ პატარა, მაგრამ გაფუჭებული არის. ამას ხმარობ როდესაც არა, გადამცემს ვაყენებ ხოლმე და დიტაპით ვაერთებ, ანუ ვიდეო გადამცემს ამაზე ვსვავ, უკანა ჩასადებით ელემენტის და დიტაპით ყვებავ. ამას სხვა ფუნქცია არ გააჩნია. აჰა. აქ ვაყენებთ V-mounts. აქედან გვაქვს ჩასართველი. ეს მოდიში. აქედან გვაქვს ჩასართველი. ეს ავარჩიე კონკრეტულად იმის გამო, რომ როდესაც კამერას დავამაგრებ აქ. ხო. ამის გადაწევა შემეძლოს რა. ხო, ეგ კაია, კაი ფუნქციაა რა, ეგ საჭიროა. ხო. სხვა და ბევრი რამდენი დიტაპი აქვს გამოსასვლელზე? ერთი დიტაპი აქვს. ხო. მაგრამ რამოდენიმე პორტი აქვს უკვე, სიმართლე გითხრა, ამ პორტს არ ვიცი რა ქვია. ხო, კვების პორტები რაც არის. ნოკიის დიდი ნოკიის პორტი. ხო. 12. ხო, ამას ხმარობ. ერთ დიტაპს ვიღებ ელემენტიდან, ერთ დიტაპს ვიღებ აქედან. ეს ბაზა, აი ეს. ხო. მორგებული არის და ზუსტად ის ზომა არის, რაც რონინს აქვს, ახალ რონინებს, აი რონინ 2-ს, 3-ს აქვს შესაძლებელი. ხო, იმისთვის რომ ძალიან მარტივად მოახერხო გადაშლა ბაზიდან ბაზას. ოკეი. კაი, მოდი ეს დროებით აგდავდა და ბოლოს ავაწყოთ ერთი კამერა როგორი გამოგვივიდა. და აქ მეტი არა. დაგვრჩა კამერა. კამერა ამოსაღები. აბა თუ იცით რომელი კამერა. კარგი. ეს არის კამერა Blackmagic 6K Pro. 6K Pro. ამაზე ND ფილტრები აქვს შეგნით? ჩაშენებული ND ფილტრები. რადგანაც გაქვს და ამით იღებ, ესე იგი კმაყოფილი ხარ ამ კამერის. კი. ყველაფრით. კი. და ძირითადად ამით იღებ ყველაფერს პროექტებს? კი. ხო, რასაც იღებ. კი, რასაც იღებ ამით. ეს მე ზოგადად ცოტა Blackmagic-ი ნაკლებად მიყვარს. მაგრამ კაი კამერაა მაინც რა. კი. უბრალოდ მე ვერ მოვირიგე რა. თავის საფასო კატეგორიაში ძალიან კარგი კამერა. და რაში იღებ ხოლმე ძირითადად? ამას ProRes-ი აქვს და რავი. კი, ProRes-ი აქვს რავი. ProRes-ში არ ვიღებ თითქმის, ვიღებ RAW-ში, კომპრესიი. რომელ კომპრესიას ხმარობ? 5.1 ხან 12.1-ს. ისე დავუდგოთ გადავარდეს. 12.1 გირჩევნია, ასე ProRes-ის ჩააწერას? კი. ProRes ყველაფერი მიჩნია. აჰა. რავით როდესაც ვიღებ, ბევრ ამას ვასწორებ, შემდეგ უკვე მონტაჟის დროს უფრო მოქნილი არის, შემიძლია ISO შევცვალო. ოღონდ ცოტა მანამდე რეპეტიცია ჭირდება. თავიდან არ ვიცოდი, რომ აი სიტყვაზე 1000-მდე შეგიძლია აწიო თუ იღებ ქვემოთ. 1000-ის ზემოთ ვეღარ აწევ. ხო. 1000-ზე უფრო მეტი მარცვალი აქვს კადრში, ვიდრე 1250-ზე. 1250-ზე დაახლოებით იგივე არის, რაც 500 ISO-თი რო გადაიღო. ხო, რაღაც ეგეთი ექსპერიმენტები პატარა თავიდან დამჭირდა, რომ გავაკეთო. ეგ ყველა ბრენდს აქვს, dual base ISO, რასაც ქვია ხოლმე. 2 ISO რო არის, მაგალითად Sony-ს რო აქვს 800 და 12800, შუაში რაცა უფრო უარესია ვიდრე 12800. კი. ან რაღაცა Canon-ს რო აქვს 800 და 6400, შუაში რაც არის, ყველაფერი უფრო ცუდი აქვს რა. პოსტშიც ეგრე არის, ანუ 1000-მდე შეგიძლია აწიო, 1000-ზემოთ ვეღარ აწევ, ან უნდა გადაიღო თუ 1000-ის ქვემოთ იღებ. თუ 1000-ის ზემოთ იღებ 1000 მაშინ შეზევით შეგიძლია აწიო ჩვეულებრივ, მაგრამ 1000 ქვემოთ ვეღარ ჩამოწევ. ხო, ყველას თავისი ნიუანსები აქვს რა. აჰა, ოკეი. ექსპოზიციას ძირითადად false colors-ით ვასწორებ, იმიტომ რომ ყველაზე რეალურად ეგრე ჩანს, ეგრე ვასწორებ ექსპოზიციას ხოლმე.
ყველაზე თვალით ნაკლებად ვენდობი ხოლმე რა. ანუ ამის არც ამ მონიტორს, არც ამ მონიტორს. მარტო false color. და false color-ის ამის მონიტორს? კი. ხო, თავისი რაც აქვს კი, ანუ false color-ი მათემატიკა ასავით. არა, ხო, მათემატიკა ასავითაა, ხო, მაგრამ მაინც ახლა ამასაც აქვს და მე მგონი ამასაც აქვს კი, false მაგრამ color. ხო, არც ერთი დამატებითი მონიტორის false color-ი და picking-იც ძალიან ვერიდები ხოლმე რა. თავის ჩაშენებული, ხო, რა თქმა უნდა, რა არ მოგწონს ამ კამერაში? ამ კამერაში არ მომწონს წითელი ფერის აღქმა. არ ვიცი რატომ აქვს ესე, მაგრამ როდესაც აი რაღაც კადრში წითელი სიტყვაზე ფარდა არის, აღიქოს როგორც ვარდისფერი. ღია ვარდისფერი, დაბალი სატურაციით ვარდისფერი. აი ინფრაწითელი. შეიძლება მაგის გამოსწორებაც ყველგან, მაგრამ ყველაფერს ნორმალურად აღიქოს, კონკრეტულად ეს. მაგრამ აი წითელთან ვერ მეგობრობს. მე მგონია რაღაც ინფრაწითელთან არის დაკავშირებული რა. კი, მეც ესე მგონია. წინა მოდელებიც ქონდა Black Magic-ის? არა, პირველი Black Magic-ია. პირველია რაც გაქვს რა. კი, რაც პირველი არის. ძალიან მარტივი აგებულების კამერაა, ძალიან მარტივად შეგიძლია აუღვალო. კი, მენიუ სხვადასხვა ძალიან მარტივი. ცოტა დიდი არის, ხო, ცოტა დიდი არის ზომაში და დასაბალანსებლად. ხო, აი gimbal-ზე დასაბალანსებლად როგორი? ხო, მე მაქვს RS3 Pro. RS3 Pro-ზე კარგად ბალანსდება. ძირს აი ეს თუ ჩანს კამერაში, ვიცი. ამ cage-ზე აქვს სპეციალური რელსები. და ეს რელსები ზუსტად ჯდება აი აქ. ხო. და ზუსტად ერგება რონინის შესასრიალებელსაც. და ბალანსირება აღარ გიჭირს. ბალანსირება აღარ მიჭირს, იმიტომ რომ გრძელი არის, თან მოკლე არ არის. გვერდზე გადის იქ. მაგრამ პრობლემა სადაც მქონდა RS3 Pro-ზე არ მქონია ამის ბალანსის პრობლემა, მაგრამ მქონდა რონინ 2-ზე. იმიტომ რომ რონინ 2-ის ზომაში ვერ ჩაეტია, დიდი იყო, განიერი არის. და ცოტა რაღაც გამოწევა, გადაბალანსება. და რონინზე ძირითადად 18-35-ს იყენებ, ხო ალბათ? კი. ერთადერთხელ გამოვიყენე ეს ლინზა, ერთადერთხელ და დაბალანსდა? თუ გამიჭირდა? დაბალანსდა, მაგრამ ძალიან დიდი წონის გამო რონინი გავაფუჭე მაგის გამო. მორბენალ ხო, ცხენს ვიღებდით და მანქანიდან. და ცოტა ხო გადამცემი ეყენა თან ზემოდან და მოკლედ მონიტორი კიდე დამატებით და გადატვირთულმა იმან და დიდმა შეიქმნა ალბათ რაღაც რონინი იყო. RS3 Pro იყო. RS3 Pro. ხო. ეხლა რო ყიდულობდე კამერას. მე არ ვამბობ რომ მაგალითად აი ბიუჯეტი ძალიან გაზარდო. არა, ანუ აი ამის გარშემო რო იტრიალო რა. ხო. რომელ კამერას იყიდიდი? ისევ იყიდიდი Black Magic-ს თუ რომელიმე სხვას დიდი? ძალიან მომწონს Black Magic-ი, მაგრამ ახლა აი ამ დღეს რომ მკითხო და მეკითხები, ვიყიდიდი Red Komodos პირველს, იმიტომ რომ რაც Nikon-მა იყიდა, ალბათ ეგ არის მიზეზი. ძალიან გაიაფდა, საეჭვოდ გაიაფდა. რაც ღირდა 10000, ახლა ღირს 6. 6 რაც ღირდა, ღირს 4 და რაღაც. კი, გაიაფდა ძალიან. ალბათ მაგას ვიყიდდი, თუმცა ამას არაფერს არ ვიცი. ხო, არა, მე უბრალოდ ისე მაინტერესებდა რა. კაი, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. შენი кейსი, ჩანთას არ ვიტყვი. შავი ყუთი, შავ ყუთში შავი მაგია არის რა. ეგ გამოგვივიდა რა და ერთი თქო უნდა მექნება, სანამ დავიშლებით, შენი კამერა ავაწყოთ რა. ანუ იმიტომ ბევრი წვრილმანია, ბევრი კაბელია, ბევრი ვიმაუნტია, ლინზები და აი როგორ გამოიყურება ეგ რო ვნახოთ. ოკეი? არ არის პრობლემა. დავიწყოთ. მოკლედ, ესე ვაწყობ ხოლმე, როდესაც მჭირდება პრაქტიკული სეტაპი, ასე ვთქვათ, გადაღებისთვის. ყველაზე ხშირად ესე ვაწყობ ხოლმე. ხო, წონა აქვს? ვერ დაგიმალავ. ხო, ცოტა წონა აქვს. ხო, ესე გამოიყურება კარგად. კაი აჩონჩხილია. კი. ო, ესეც შეგვიძლია მოუხსნათ, ხშირად ვხსნი ხოლმე, როდესაც არ მჭირდება, ან ხო, ეს French flag-ი, ესე ვთქვათ რა. მე დამებადა კითხვა. აი ამას მარტო შვები ყველაფერს თუ ვინმე ყავს დამხმარე ხოლმე. საჭიროებს Black Magic-ი დამხმარის ყოველდღე. იცი რა, კი, დამხმარე მჭირდება ხოლმე, აუცილებელიც არის ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამის გარდა რასაც აქ ხედავთ, კიდე პატარ-პატარა დეტალები არის.
როგორც არის მონიტორი, რონინი, სლაიდერის ასაწყობადაც გჭირდება დამხმარე ადამიანი, განათებას კიდე. ნუ განათება გასაგებია კი ბატონო. ერთი ან ორი ასისტენტი დავდივარ ხოლმე უფრო ერთი კამერასთან ერთად როცა მიდევს. განათება როცა მიგაქვს? ხო, განათებაზე ვიმატებ. ეგ ვიცით კი. ოკეი, და ფოკუსზეც მარტო ხარ ხოლმე თუ მანდ გყავს ვინმე დამხმარე? ამ შემთხვევაში მარტო ვარ, ხშირ შემთხვევაში მარტო ვარ ხოლმე. როდესაც ხელით ვიღებ მარტო ვარ, როდესაც გიმბალზე ვიღებ მარტო ვარ. ხოლოდ დიდ გადაღებებზე ჭირდება დამხმარე, როდესაც ფოკუს პულერს არის მაგის ფუფუნები. კი. შვენიერი ძალიან კარგი აწყობილი კამერა გამოვიდა, ეს მუხლები და რაღაცები რაც წეღანმა ნახე, ახლა აქეთ პრაქტიკაში ჩანს. მადლობა გიო, ძალიან საინტერესო იყო შენი кейსი, აწყობილი კამერა. რეალურად ის რა კაბელებიც გვანახე, აგერ აქეთ პრაქტიკაში როგორც იყენებ გამოჩნდა. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე.